თურქული მხარე მზად არის მიიღოს ქართული მხარის რეკომენდაციები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით. ქართველმა სპეციალისტებმა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგები დღეს კულტურის სამინისტროში შეაფასეს. მეოთხე ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ ნაწილში კულტურის მინისტრის განცხადებით წარმატებით დასრულდა. სპეციალისტებმა იშხანის სარეაბილიტაციო პროექტის ავტორებთან ერთად განიხილეს შემდგომი ეტაპები. მნიშვნელოვანი იყო ეს მეოთხე ექსპედიცია განსაკუთრებულად იმით, რომ აქ მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა, მეტი ასე ვთქვათ, უშუალოდ ვთქვათ, კონსილიუმი ქონდა თურქ და ქართველ სპეციალისტებს. და განსაკუთრებული ესეთი ურთიერთგაგებით და თანაც იცით რომ ფაქიზი თემა არის თან იქნა აღნიშნული ამ ურთიერთგაგებით აი ეს შეხვედრა რომელიც გვაძლევს იმედს იმისა რომ შემდეგი შეხვედრები მეხუთე მეექვსე ბევრად უფრო მეგობრულ ბევრად უფრო კოლეგიალურ და მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდება. ეს იყო მორიგი საქმიანი შეხვედრა უშუალოდ ძეგლზე სადაც ჩვენ პროექტის ავტორები და მშენებლები შევხვდით. შევაფასეთ აქამდე შესრულებული სამუშაო ამ ინტერვალში რაც მოხდა და დავგეგმეთ სამომავლო სამუშაოები.